გამარჯობა, ეს არის კინოდეტალები, მე ვარ მარი ბოლქვაძე. პიანისტი, რეჟისორი რომან პოლანსკი, მთავარი როლის შემსრულებელი ედრიან ბროუდი. ფილმი გადაღებულია ებრაელი პიანისტის ვლადისლავ შპილმანის მემუარების მიხედვით. პოლანსკის ფილმში მისი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან იწყება, კონკრეტულად კი 1939 წლიდან, როდესაც გერმანელებმა პოლონეთის ოკუპაცია მოახდინეს. ეს არ არის ამბავი მეორე მსოფლიო ომის გმირზე ან გმირობებზე. თქვენი ხილავთ ერთი ადამიანის ისტორიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო. მისი მთავარი მიზანი იყო სიკვდილს გაქცეოდა. 1946 წელს ომის დასრულების შემდეგ შპილმანმა მემუარები გამოსცა. ქალაქის გარდაცვალება დაარქვა და პოლონეთში დაიბეჭდა, თუმცა მალევე ბევრი პოლიტიკური მიზეზის გამო წიგნი აიკრძალა. 1998 წელს ვლადისლავ შპილმანის ვაჟმა ანდრეი შპილმანმა მამის მემუარები ხელმეორედ გამოსცა, ოღონდ ამჯერად გერმანიაში და სათაური შეუცვალა. წიგნს სასწაულებრივი გადარჩენა ერქვა. ის 35 ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა ქვეყანაში პიანისტის სახელით გვხვდება. 2000 წელს გამოცემებმა Los Angeles Times, Sunday Times, Boston Globe და Guardian-მა ვლადისლავ შპილმანის მემუარები წლის წიგნად დაასახელეს. როდესაც მემუარებმა ასე გაითქვა სახელი, პოლონელმა რეჟისორმა ის სრულიად შემთხვევით მეგობრის სახლში ნახა. რამდენიმე გვერდი წაიკითხა და იმ საღამოსვე გადაწყვიტა, რომ სწორედ მას უნდა გადაეტანა ეს ისტორია კინოეკრანზე. სხვადასხვა შპილმანის ისტორია ძალზე დგავს ამბავს, რომელიც რომან პოლანსკის მეორე მსოფლიო ომის დროს გადახდა თავს. 1939 წლიდან ის კრაკოვის გეტოში ცხოვრობდა. We were living in that new part of the ghetto, more squeezed. It was like, I don't know how many people in that apartment. And now we had quite a nice room when we were staying with another family. When we learned that there's going to be another raid much later, my parents woke me up very early in the morning. My mother was working as a cleaning woman in the Wawel, the royal castle, where Hans Frank, the Nazi governor of occupied Poland, lived. So she would go out and in every day. My father had acquaintances called Wilk, and he left some family jewels and money with them in case if I have to escape. She took me to this Wilk's family. After the raid, my father came to pick me up, not my mother. When he came, he just grabbed me and kissed me and was overloving, you know. And we walked, and while we were coming close to the ghetto, over the bridge, he suddenly burst into tears and he said they took mother. But I wasn't crying. And I said, stop crying because they'll pick us up. ამ ისტორიის შემდეგ ნათელი ხდება, რატომ გადაწყვიტა პოლანსკიმ პიანისტის ეკრანიზაცია. Once in the bomb pickle factory, she found a big can of pickled cucumbers. And that was fantastic. We opened the can and the first cucumbers were great, but after 2 or 3 days, eating pickled cucumbers and drinking that pickled water was made me even more thirsty. But all this experience was useful because that gave me the idea for the scene in the pianist. როდესაც ფილმისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ ლონდონის სტუდიაში, 1400 მსახიობი იყო დაბარებული. რეჟისორს არც ერთი მსახიობი არ მოეწონა. პროდიუსერებთან ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა როლზე ედრიან ბროუდი დაემტკიცებინა, რომელიც სინჯებზე არ იმყოფებოდა. პოლანსკიმ ის რამდენიმე თვით ადრე პარიზში გაიცნო. გადაღებები 2001 წელს დაიწყო და დაახლოებით 9 თვე გრძელდებოდა. ფილმს 3 ოსკარი გადაეცა. ფილმი პირველად 2002 წელს კანის კინოფესტივალზე უჩვენეს. მისი მსოფლიო პრემიერა კი ვარშავაში ამავე წლის 6 სექტემბერს შედგა. მისი ქრონომეტრაჟი 150 წუთია.
ეს იყო კინო დეტალები. მე ვარ მარიბელ ქვაძე.